ზეამაღლობელი საქმის არსებითი განხილვის პროცესი უკვე 2 საათია გრძელდება. განხილვა ფოტო და ვიდეო გადაღების გარეშე მიმდინარეობს. ხელმას ესწრება თავად ამაღლობელიც. დარბაზში მის შესვლას დამსწრეთა შეძახილები მოჰყვა თავისუფლებამ ზეამაღლობელს, რამაც მოსამართლის მხრიდან უკმაყოფილება და გაფრთხილება გამოიწვია. პარალელურად ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად აქცია მიმდინარეობს სასამართლოს შენობის წინ. მოწოდებების ხმა ისმის პროცესიც. დღეს მოსამართლე მოწმის სახით ბათუმელების მთავარ რედაქტორს ეთერ ყურაძეს უსმენს. ამ გადაღების აკრძალვით ამ ინსტიტუციის რეპუტაცია ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ნახავთ ყველა რა გადაწყვეტილებები გამოაქვს მოსამართლეებს, ყველა მზე პირად იცის ამ მოსამართლეების სახელები და გვარები, ყველამ უკვე დაინახა სამწუხაროდ რაც გაიცა განკარგულება იმის შესახებ, რომ მანდატურები როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დაინახეს მანდატურები როგორ იქცევენ, ანუ ინსტიტუციები გამოყენებული არის ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გასატარებლად.